ვისკის მოყვარულთა კლუბის მორიგ ვიდეოს უყურებთ ახლა თქვენ. ამ მომენტისთვის ეს ახალი ვისკია. შედარებით ახალი ვისკია 25-ში, ანუ ამ წელს არის გამოსული და ნახოთ ერთი რა როგორ ამბობენ რა მოხელი ნაჩალნიკია თუ რაღაც ეგეთი იყო ხოლმე ადრე ჩემ ბავშვობაში. გამოთქმა და ამომიტივტივდა ბავშვობიდან ეს ფრაზა. ლევან ჭედია, მე დავითი ველიჯანა. ხო, ისი რა არის? ტალისკერია მოკლედ, რომელიც არის მეორე ბოთლი რაღაცა სეტის. მე მგონი სეტი არის რა, იმიტომ რომ პირველი წინა წელს გამოუშვეს Parlo to parlay თუ როგორც იკითხება, მაგრამ Wilder Seas ერქვა და აქ დაარქვეს Wild Blue და სეტს რა ქვია ვერ გავიგე. რაღაცა საერთო არის რა, ხო. ხო, ის parlay იყო კონიაკის კასში დაფინიშებული, რომელიც დაფინიშებულა ტურნირის რომელიც მოგატყუებთ რომ გითხრათ რომ მომეწონა, არციდან მოგეწონა, აი მოდი ცოტა უფრო პირდაპირ თქვა და არ ვარგო და ქართველებს არ მოეწონა ის ტალისკერი. ხო. არავის არ მოეწონა ვისაც არ ვიცი რა, საერთოდ კონიაკის კასში დაფინიშებული ვისკი მე ერთიც არ მახსოვს კარგი. რაღაცა მახსოვს კიდე ერთი გოგასინჯული. მოკლედ რაღაც მახსოვს და მეორე გაგუსინჯავს და არც ერთი არ მოგვეწონა. არ ვარგა ხო, რაღაც არ მუშაობს. არ ხდება რა. არ ხდება, არ მუშაობს. ეხლა ამას რაც შეეხება ეს კატამ გადაურბინა იმაზე რა ქვია, დასული ფეხებით. ამ რაღაცნაირ ვითომ ძალიან იდეინი იმას ზღვის ტალღა? სადმე ლამაზიმას ხო არ ხედავ რა ქვია კალთევზას. ღერიან გესმის? ჯერ დავასხათ და მე ხო, The Wild Blue დაარქვეს, თავის გრადუსზე დასვეს 40. არა, თავისი გრადუსი და სხვათა შორის 48.2-ია, ხო? პირველი, ანუ კონიაკის კასში პირველი რაც გამოუშვეს იყო 48 გრადუსი და მთელი 0.2 გრადუსი აქვს მომატებული ამ ბოთლს. კაი. ამას აწერია რომ ეს არისო როგორი კასრები არისო coastal სანაპიროს Atlantic coastal casks wine casks ხო მას შემდეგ რაც მე და ლევანმა ვეძებეთ თუ რა არის Atlantic coastal wine ანუ ატლანტიკის სანაპიროს ღვინოები ხელოვნურმა ინტელექტმა გითხრა რომ აი რაღაც აი მაგის რეფერენსში შეიძლება იგულისხმებოდეს უამრავი რაღაც იქნება ეს ესპანური გალისიის განსაკუთრებით თუ პორტუგალიური პორტოს სანაპიროების თუ ასე შემდეგ და ასე შემდეგ ღვინოები ყველა თქვათ ღვინო რომელიც მოდის ატლანტიკის ოკეანის სანაპიროდან აი ესე შემაღლებულ ტერუარზე აი ამ ტერუარზე რომელიც განიცდის ამ ატლანტიკის ბრიზს და შესაბამისად იმ ყურძნის და იმ ღვინის გემოებში არის რაღაცა მინერალები რაღაცა ისინი რა ქვია სიმლაშე და ასეთი რაღაცები რაც იგრძნობა მთლიანად აი ამ შეიძლება რომ ერქვასო ესეო Atlantic coastal wines მაგრამ მე უფრო ღრმად რო ჩავედით კონკრეტულად აღმოაჩინეთ რომ ტალისკერს კონკრეტულად Atlantic coast wine-ებში კონკრეტულად სამხრეთ აფრიკის წითელი ღვინის კასრები გამოუყენებია სამხრეთ აფრიკული წითელი ღვინის კასრები მეტი ინფორმაცია მე მგონი ვერ ვნახეთ. ვნახეთ კიდე რამე? მეტი რა უნდა თქვა ახლა? მეტი არც არაფერი რა თქმა უნდა გავსვით და თქვა. ღირს თუ არა ეს ვისკი 60 ევრო და 70 ევრომდე. ეგრე არის 60 ევრო დაიწყება და ევროპულ მაღაზიებში, გერმანიასა და ჰოლანდიაში მოგეხსენებათ შედარებით ხელმისაწვდომი არის ონლაინ მაღაზიებში. ისე მე ძალიან კარგად მახსოვს პირველი edition 1, ანუ ის Wild Seas რომელიც იყო პარლი, როგორ დაიწყო ზუსტად ამ ფასიდან უფრო მეტიდანაც 70 ევროდან დაიწყო და ბოლოს 20 იყიდებოდა ფასდაკლებით და ვერ გაყიდეს. არ და 23000 ბოთლია სულ გამოშვებული. საერთოდ არ მიყვის ჩემო ლევან. საერთოდ არ მიყვის. ხო და თანაც პირველს რო ეწერა რომ 23000 ბოთლია სულო და 20 ევროდ გაყიდეს ბოლოს თუ ვერ გაყიდეს. ამას საერთოდ არ წერია limited edition-ი და ცოტაა გამოსული. ასე რომ ხასი იქვე მერყავს, უფრო იაფიდანაც დაუწყიათ თურმე. ბოთლისთვის მადლობა მგალოს შუაში. მაგრამ ხო. თავში და ბოლოში არა. აბა ნახოთ. აბა შევხედოთ ახლა ნახოთ რა გამოვიდა ამ სამხრეთ აფრიკული წითელი ღვინის დაფინიშებით. გოგირდის ფაიერვერკია იმე. აი ჩაკან ჩუკუნ მოდის. იმე თავზე მე ფრქვევა ის ფაიერვერკის ისინი და ქვია ცეცხლები გოგირდოვანი. კაი გოგირდი არის, მაგრამ ხო ძალიან ისეც არ არის რომ არის კი ისე არის კი ბევრი გოგირდია, მაგრამ გავწევთ. ცოტა სპირტი მოდის, სპირტი და ტორფი მოდის. მე სპირტი არ მაწუხებს რა მოგატყუა. არა, შემოწუხებელთ არა, მაგრამ ნუ იგრძნობა. გოგირდი იმდენი სპირტი აღარ მოდის. იგრძნობა კი, ცოტა წვავს კი. ოდნავ ოღონ ძალიან. ტორფი, ახლა გადავიდა ტორფი. ტორფი მოდის კი. სხვადასხვა ტორფი უფრო მეტი მოდის, მე მგონი ვიდრე ზოგადად ტალისკერებისგან მოდის ხოლმე. შეიძლება ან იმიტომ რომ Atlantic coastal ხო, Atlantic coast. ბრიზ და რაღაცები გაზებული გაიგო. იმ ბრიზმა ეთყობა ეს ტორფი. იცი რა ის ბრიზი, როდესაც
merging-ში შედის ტორფთან, იგიბადება რაღაც სხვა, აი ეს. ამას ნახოთ. კაი, ცოტა მე ცხვირი უკვე ტორფს მიეჩვიან და ახლა უკვე ვცდილობ რომ იმის უკან რაც არის ეგენი წამოვიღო. სხვადასხვა ეს მე ტორფზე ძალიან აცრილი, ცოტა ზედმეტად აცრილი ცხვირი მაქვს, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ჩვენი მეგობარი სხვადასხვა სულაც არ აღიქონს ესე მტკივნეულად ამ ტორფიან იმას რა. და სასიამოვნოც კი არისო, ცოტა ტორფიან, ტორფი კი. ბოდიში, ტორფს კი არა კაცო იმას. გოგირდზე ვიცი. გოგირდზე მაქვს მე ცხვირი ძალიან აცრილი რა და მე ზედმეტად ისა ვარ, რა ქვია, პრეტენზიული, ოდნავ გოგირდს კი როგორც გზნობ, ეგრევე მინუსში უთვლი მაგას ვისკის, მაგრამ ბევრს არაცოხეს პირიქით მოწოს კი უთქვიათ კიდე ჩვენს მეგობრებს, ერთადაც რომ სინჯავთ ხოლმე რომ აი რა მოხდა მე ეს ცოტა გოგირდი უხდება კიდე ცოტა რაღაცა მითი იმას აზრებს ხორციან რაღაცას, მაგრამ მე არა რა მე ჩემ თან რო ვიცი ეს ტორფის ისა კიდე ტორფი ვთქვი კაცო გოგირდი ამეკაჩება ენა ეს გოგირდი საიდანაც მოდის ძირითად 99% შემთხვევაში ვისკის მინუსია ეს და არ უნდა იყოს გოგირდი არ უნდა იყოს ხო ნუ ეხლა შეაგუა უკვე ცხვირი და გოგირდის გადავიდა აფრიკას გზნობ იცი რა არის ნახე რაგბის რაღაცა განწყობა სამხრეთ აფრიკული წვანი ფორმა რა რა ქნა რა ვიპოვო აღარ ვიცი ამ ვისკიში რაღაც ითქვა აქ რა რას გავს კაი მოდი არ მინდა სამხრეთ აფრიკული გვინოები არ დაგულევია და არ ვიცით მაგრამ რა ისა მაგრამ ოლოროსოს გავს ტალისკერს არ გავს იმ ჩვენ რო გვიყვარდა იმ ტალისკერს არ გავს ოლოროსოს არ გავს მარტო ბურბონს არ გავს ცუდი ვერსია არის პორტრის გავს პორტვენის ცუდი ვერსია იმის ცუდი ვერსია ის ჯობია ძალიან ცუდი შედარება გააკეთე ხო ის ჯობია ის ჯობია ის კარგი ვისკი იყო ძველი მithumedes ამას ის ჯობია ახლა ცხვირით ამის პირველი გამოშვება კონიაკის ხო არა კონიაკის ცხვირი აღარ მახსოვს მაგრამ იმას limited edition ეწერა კაი მოდი ხა რაღაცა მინერალები და სიმლაშეები მართლა არის ეს ისედაც ტალისკერს უაქვს ხოლმე არის მე ვერაფერს ვერ პოულობ ამაში ტორფი სიტყვას ვერ პოულობ რაღაცნაირი მთლიანი და აი იმით ოდნავ ტორფი იგრძნობა და იმდენი გოგირდი იგრძნობა რომ სიტყვოს იდენტიფიცირებას ვერ ვახდებ ისი სიტყვაა ოდნავ დავუჭერე ტორფი და სიტყვა და ეხლა გეტყვირისი ისი ჩაის ამ ჩვენი ჩაის ამ ჩვენს არა ამ ჩვენს ზვირფას შოტლანდიაში რო ვიყავი სულ სანამ წავდივდი სულ მაინტერესებდა არომატებში ვკითხულობდი ხოლმე რომ ფიუჯის არომატი და ტოფის არომატი და რა არის ტოფი არ მქონდა რა გასინჯული თუმცა მე კი აღმოჩნდა რომ მქონია გასინჯული 90-იანებში ბოლოში იყო ჩვენთანაც ხო და არ ვიცოდი რა შოტლანდიაში ტოფი და შევედი ერთ-ერთ იქაურ ორნაბიჯში შევედი რა და იქაურ ორნაბიჯში ვიყიდე ყველაზე იაფიანი ტოფი 1 ფუნტიც კი არ ღირდა ცენტები ღირდა თუ ცენტი არ არის იქ რა არის იქ ფუნტი და ხურდებს რა ქვია რავი ცენტი არა ევროცენტი ხო არის და იმათ ცენტის იქნება. არა. ეს შილინგი. არა კაცო, რა შილინგი ძველი. ვაიმე. პენსი. ვახ, პენი. რა შილინგი? პენი ხო? ხო და რაღაც 75 თუ რაღაცა პენი ღირდა მოკლედ, რამდენი გამოდის? 3 ლარს არ გამოდის. ღირდა მოკლედ ეს ტოფი ფიუჯი რა, ერთ და იგივე მგონი და მე აი ისეთი მწარე იყო. ხო ტკბილი უნდა იყოს და იმდენად იაფფასიანი ვიყიდე და ისეთი მწარე იყო რომ ვერ ვჭამე ერთი წალი კუბიკი შევჭამე და დანარჩენი ნუ გადავაგდეთ რა და აი მაგის ცხვირი აქვს ხო მაგის ცხვირი აქვს თითქოს სიტყვა უნდა კონდეს და სიმწარე აქვს რა აი ეგეთი არის ხო არა იდენტიფიცირება შეუძლებელი არის ხო ალბათ ეს სიტყვა არის რა აი ეს რაღაც გაუგებარი სიტყვა დანარჩენი ტალისკერის იმაში აქვს და ოდნავი ტორფი და რაღაცა ხო. ცოტა გადავიდა ისა, და ქვია, გოგირდი ან ცხვირი მიეჩვია, არ ვიცი და ეხლა შედარებით სიამოვნებს ვიდრე პირველ დასვენვაზე რა. კაი, გასუნჯეთ ამა. ნახოთ. თემოზე რამდენადაც გოგირდი იმდენად აღარ იგრძნობა. შედარებით უკეთესია. მე მეჩვიდა ნაკლები მესუნა და პირდაპირ დამელია. მაგრამ რო გითხრა რომ კარგია მეთქი არა ენა არ დაგიწვა რაღაცნაირად ამ ალკოჰოლმა ბიჭო ალკოჰოლმა ენა დამიწოდა მწარე ფინიში აქვს მწარე ფინიში ზან ხო საკმაოდ ბევრი სიმწარე შემოდის ფინიშზე უსიამოვნო სიმწარე არა ის სიტყვა კიდე რაღაცა გაუგებარი არის მაგრამ ის ამ შემთხვევაში გოგირდი არა და სიმწარე შეჭამა სამლის სიმწარეა რაღაცნაირად ხო მაგას უსიამოვნო აი
სტრეპტოციდის სიმწარეა რა. სტრეპტოციდის დაახლოებით. უფრო იცი რომელიც თან ხო სიტყვა აქვს და რაღაც სიროპები რო ხოლმე საზღარი რაღაცა. ესენცია რო აქვს ხოლმე რომ გაატკბონ რაღაცა წამალი ხო ეგეთი რაღაცა შემოიტანა. რავი, დატოვა ცოტა ტორფი და რაღაცნაირი სიმწარე, რაღაცნაირი სიტყვა. მოკლედ, ცოტა ყველაფერი აქვს. მაგრამ overall და ჯამში არაფერი არ აქვს რა. ხო. ანუ არ არის არც დასამახსოვრებელი ვისკი არ არის და არც მეორჯერ საყიდელი ვისკი არ არის. 60 ევროს თუ არ გენანებად გასინჯეთ. დიდად არ გიჩებით. ხო. არა, შეიძლება 60 ევროს უკეთესი ვისკის ყიდვა. ტალისკერის ყიდვა შეიძლება 60 ევროს უკეთესის. 10 წლიანი, ახალი 10 წლიანი ამას 10 თავი ჯობია ახლა რა. ახალი 10 წლიანი. პორჩაროლს იყიდი 60 ევროს. აჰა, ესე. ჩვეულებრივ 10 წლიან პორჩაროლს, რომელიც არის სასწაულად კაი ვისკი, ჯერ კიდევ. ხო. აი, просто აი ხამის გვერდზე დადი 10 წლიანი პორჩაროლი. და აი მე ვილაპარაკე ხა გავბრაზდი რა. 60-ია მაქსიმუმ ისიც გაძვირდა, უფრო ნაკლებიც იყო 60-ზე, მაგრამ ეხა ბოლო წლებში გაძვირდა. აი ყველაზე მეტი 65 რა. პორჩაროლი 10 წლიანის ფასი. ეხლა ევროებში. სამაგიეროდ ეს სამხურდაფრიკული ტერუარი. ხო. იქ ტერუარი იმის იქ აგზევითაა ხო. მაგას ხო თანხები ფული ხო სჭირდება იქიდან ჩავიდეს. მატყუარაში. ეგ არის რა. არაფერს საინტერესო. ხო. არაფერს საინტერესო, დიდად ეხლა რო გითხრათ რომ ეს ვისკი მე აი თქვათ ერთი 10 წლის მერე გაგახსენდეთ უკან მოიხედოთ ეს რო აღარ გამოდის კაი ხანია და აუ The Wild Blue როგორ არ გავსინჯე თავის დროზე ეხლა სად გავიშოვე. იცი რა შეგიძლიათ იყიდოთ და შეინახოთ და 10 წლის მერე დარწმუნებული ვარ ისეთი ტალისკერები გამოვა. ეს უკვე მაგარი იქნება რა. Highland Park მომოგცა არაჩვეულებრივი მაგალითი მაგის ბატონო. სულ ბოლოში ასე რომ თუ იყიდით შეინახეთ. ხო. 10 წლის მერე მაგრამ მოგეწონებათ. 10 წლის მერე იქნება გადასარევი ვისკი ისეთი ნაგავი იქნება გარშემო. ეს იქნება აი ეგეთი. ეგა. აბა ჰე. გამოიწერეთ არხი, გაწეროთ Facebook ჯგუფში ვისკის მოყოლთა კლუბი. 10 წლის მერე შევხვდებით.